სალამი მეგობრებო, ზოგადად ამ თემაზე რაზეც მინდა ეხლა საუბარი, ძალიან ბევრი ვისაუბრე აქამდეც, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა განვიხილო, იმიტომ რომ ერთ-ერთ ჯგუფში შემხვდა დაახლოებით 24-25 წლის გოგონა, კითხულობდა რომ დღის განმავლობაში იღებდა დაახლოებით 1000 კალორიას და არ იკლებდა და რატომ. მინდა რომ შენ ვინც ამ ვიდეოს უყურებ, მარტივად ბოლომდე უყურო ამ ვიდეოს და გაიგო როგორ მუშაობს შენი სხეული. შეიძლება ბევრჯერ გაგიგია ჩემგან, მაგრამ კიდევ ერთხელ. მოკლედ კალორიები, რასაც ვიღებთ, რაც არის საკვები, ნებისმიერ საკვები შეიცავს კალორიას. არის პირდაპირ მნიშვნელობით ენერგია. აღიარებული სტანდარტის მიხედვით, დღის განმავლობაში ადამიანს დაახლოებით საშუალოდ ჭირდება 1500 კალორია. თუ ტრენერის დაქვემდებარებაში ხარ, ის ყურადღებას გამახვილებს ყველაფერზე და შეიძლება მცირე დროით, მხოლოდ მცირე დროით 1200 კალორია ხანდახან მიგაღებინოს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მუდმივად ესე უნდა იყოს. ამაზე ნაკლები კალორაჟი და სტანდარტულად 1500 რო ავიღოთ, ორგანიზმს ამყოფებს მოკლედ თავდაცვის რეჟიმში, რაც გულისხმობს იმას, რომ მას გონია რომ შიმშილობ, არსებობს კი ახსნილი მაქვს შიმშილის ისეთი სტადიებიც, რომელიც შენზე ნეგატიურად არ მოქმედებს, არ გაკლებინებს და ცხიმს არ წაგმოქმნის და მაგაზე შეგიძლია ვიდეოები ნახო ინტერვალური შიმშილების შესახებ, მაგრამ როდესაც ამ ყველაფერს არ იცავ, შენ და დღიურ კალორიას არ იღებ, შენი ორგანიზმი თავდაცვის რეჟიმშია და უკვე წარმოქმნის ცხიმს, ანუ შემდგომ მიღებულ საკვებს პირდაპირ გარდაქმნის ცხიმად, რადგანაც შემდგომად შეიძლება მე ვიშიმშილო, ფიქრობს ორგანიზმი და მოდი ამას შევინახავ. ხო? და ცდილობს მაქსიმალურად თვით გადარჩენას. ამას შენ ვერ აკონტროლებ. იქიდან გამომდინარე, რომ შენ მას აიძულებ, რომ ცხიმი დაიკლოს, თუმცა ეგრე არ იზავს რა. შეიძლება მე 2000 კალორია მივიღო, მაგრამ გავაკეთო იმდენი ვარჯიში და იმდენი კარდიო, რომ პირიქით ცხიმი დავწვა. ამიტომ მნიშვნელობა კალორაჟის რაოდენობას არ აქვს. მოდი რა კალორაჟის რაოდენობა დაიკიდე, დატოვე როგორც არის 1500, 1700, 1800 და გადათვალე რა ენერგიას ხარჯავ დღის განმავლობაში. ან კვირის განმავლობაში გადათვალე, რამდენჯერ ვარჯიშობ, კარდიოს რამდენჯერ აკეთებ, ფეხბურთზე რამდენჯერ მიდიხარ მეგობრებთან ან დაქალებთან ერთად რამდენხანი სეირნობ, ხო? ამ ყველაფერს რომ ერთმანეთს შეაჯამებ დღის განმავლობაში არსებული დახარჯული კალორიები, რომელსაც ორგანიზმს ჭირდება უბრალოდ იმისთვის, რომ იფუნქციონიროს, მაგას თუ ნახავ, შენ მარტივად შეგიძლია დაითვალო დღიური კალორიაჟი. თუ დაგიჯდა ვთქვათ 1820 კალორია მიიღე და აუცილებლად დაჯდები იმ წონაზე, რა წონაზეც გინდა. კი, შემდგომ აკლდება რამდენიმე კალორია, შეიძლება 100, 200, 300, 500-იც, მაგრამ თუ ეს 1500-ზე ნაკლებია, არ უნდა ჩამოწდე. გთხოვეს და იმახსოვრე და შემდგომში გაითვალისწინე.